ევროპის ქვეყნების და არა მარტო ევროკავშირის პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა არის მორგებული ადამიანის უფლებებზე, რა თქმა უნდა. განსაკუთრებით ხანდაზმულთებთან დაკავშირებით და ყველა ქვეყანაში თავისებურად არის ეს გათვლილი, მაგრამ ყველა არის მათ სასარგებლოდ. მოხუცების მიმართ გარდა იმისა, რომ მათი პენსიები საკმაოდ მაღალია და თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს ადამიანები, რომელთაც მთელი ცხოვრება დაძაბული შრომა აქვთ, გატარებული ძალიან ესეთი საათები, სამუშაო საათები, ნებისმიერი პროფესიის ადამიანზე არის აქ საუბარი, მათ აქვთ ღირსეული სიბერე. აი ეს სიტყვა, რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია სამწუხაროდ. ღირსეული სიბერე თუ რომელიმე მოხუცი არ არის ძლიერი და რა ქვია, სოციალურად ძლიერი ოჯახის წევრი. აი ეს ღირსეული სიბერე სწორედ საიდან მოდის ეს ტერმინი? სწორედ იმ ქვეყნებიდან მოდის, სადაც ნამდვილად მოხუცები ატარებენ ამ თავის ღირსეულ სიბერეს, იმათ ყურადღება აქვს გადატანილი გართობაზე, დასვენებაზე, თავისი ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე და სწორედ აქეთკენ მივდიოდით ჩვენ. რატო გვინდოდა ჩვენ იმ დიდ ოჯახში შესვლა? სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი საქართველოში მცხოვრები ხანდაზმულებიც ყოფილიყვნენ ბედნიერები და ჩვენ ახლა ხსნით რაღაც პატარ-პატარა კლუბებს 60+ და ასე შემდეგ, რომ გვინდა რომ ადამიანებს გაუხანგრძლივოთ რამენაირად ის კარგი სასიამოვნო წუთები და დღეები, რომელიც მას მოუტანს რაღაც კმაყოფილებას. ჩვენ ეს დაახლოება გვინდა მეტი არაფერი, რომ მოხუცი იყოს ძალიან დაფასებული და მოხუცი ხანდაზმული ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა შვილებისთვის, ოჯახისთვის, სახელმწიფოსათვის, ღებულობდეს იმას, რაც მას ეკუთვნის.